გამარჯობა, მეგობრებო. მივუბრუნდეთ ცისა და მიწის მანდატის საკითხს, სურვილები, მიზნები, რა წინააღმდეგობა ხდება ხოლმე ადამიანებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში. ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, ესეთი როგორც არის არაცნობიერი. მოგვიხსენება, რომ საერთოდ არაცნობიერი ყველა ჩვენ მოქმედებაში შხამდება. გური გაცნობიერებულიც არ უნდა იყოს ჩვენი რაღაც გადაწყვეტილება, ჩვენი რაღაც სურვილი, დასახული მიზანი, მოქმედება, ხატავს ადამიანი რაღაცას თუ აკეთებს, წერს და ასე შემდეგ. არაცნობიერი მომენტი მასში გაცილებით უფრო დიდია და მეტი. შეუძლებელია ადამიანმა სრულებით როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს, როგორი დონეზეც არ უნდა იყოს, მისი ცნობიერების და გაცნობიერებულობის არაცნობიერი მომენტი მაინც მოყვება. უბრალოდ არის ერთი განსხვავება, რომ რამდენადაც შესწავლილია ეს არაცნობიერი, იმდენად ბუნებრივია ის, იმდენად ჩვენია, იმდენად ავთენტურია ჩვენთვის, იმდენად განსხვავებულია სხვებისგან. ამავე დროს იმდენად არის განსხვავებული სხვებისგან. სოციალურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ყოველდღიურობაში მიჩნეულია, რომ ადამიანებს ის უფრო მოწონთ ხოლმე, რაც მათთვის მისაღები, რაც ნაცნობია მათ. რატომღაც ეს მიიჩნევა, რომ როგორი განსხვავებულია, ესე იტყვიან ხოლმე, იმაზე, რაც მათთვის ნაცნობია ამ დროს. პირიქით არის. სინამდვილეში, რასაც ვერ ცნობს ადამიანი, ის უფრო განსხვავებულია, რაცით გამორჩეული თუ რაც. ასე შემდეგ. ეს მომენტი უფრო ახასიათებს იმას, რასაც ადამიანები ვერ ცნობენ. სოციუმში მიღებულია პირიქით, რომ რაც უფრო მისად მიაჩნია, რაც უფრო მისაღებია ადამიანისთვის, ის თითქოს და ის უფრო მოწონებადია და ის უფრო პოპულარული არის. ეს თავისებურად არაცნობიერი შეუსწავლელობის გამოც ემართება ადამიანებს ესეთი მომენტი. მაგალითისთვის, ესეთი გამოთქმა ხო არსებობს, რომ როგორ მოქმედებს ჩვენი გონება სხეულზე, როგორ მოქმედებს რეალობაზე ჩვენი ფიქრები და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ჩვენი გაცნობიერებული მოქმედებები კომპლექსურია. ეს იცის ადამიანმა, მაგრამ მეორეს მხრივ ამას ვერაცნობიერებს. რაც უფრო ამას ვერაცნობიერებს, რაც უფრო შეუსწავლელია არაცნობიერების მხარე, მით უფრო მექანიკური არის მისი გადაწყვეტილებები, რაღაც სურვილები. მაგალითად, რო ავიღოთ ესეთი ცნება მეტაფორა, თუ მუდმივად აი მეტაფორაში იმყოფება ადამიანი, ამოქნეული გავაზივით, ასე შემდეგ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო პოეზიის ან სხვა შემოქმედებითი მოღვაწეობის პირიქით შემოქმედებითობისკენ ვარ, მაგრამ ჯობია ადამიანმა ცოტა უნიკალურობა აღმოაჩინოს თავისი, თქვათ, ვიდრე მხოლოდ ხვის შემოთავაზებულში იყოს და რატომ? კომპლექსს ახასიათებს ესეთი მომენტი. კომპლექსი არის ის, რაც არაცნობიერში, ვერ ვხედავთ მას. თუმცა ვიცით, რომ კომპლექსი არსებობს. ეს მომენტი გასათვალისწინებელია, ვიცით, რომ არსებობს, მაგრამ ამას ვერ ხედავს ადამიანი, ვიდრე არ იმოქმედებს. თუ კი მუდმივად ის რაღაც აი მეტაფორულ სამყაროშია და მეტაფორებში იმყოფება, რაღაც მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩვენ რასაც მოვაწეობთ, რაღაც შესწავლილებიდან არის წამოსული, სადღაც რაღაცას ჩვენ ცოდნას ვიძენთ ხოლმე და შემდგომ ამისას უკვე ვცდილობთ, რომ ეს გამოვიყენოთ ჩვენი შინაგანი არსის გასამშღავნებლად. რაღაცის ცოდნა არის იმისთვის კი არა, რომ დააკოპირო და მუდმივად მეტაფორაში ყოფნა იწვევს იმას, რომ რაღაც მომენტში ადამიანს გონია, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს სურვილი არის მისი. უცებ აღმოაჩენს, რომ ეს ჩემია. ხო? და შეცდომა, ირთვება კარმის კანონი, ესეთი არსებობს ესეთი კარმის კანონი, ეს არის, ნახეთ, როგორ მუშაობს კარმის კანონი. ის, რაც შენია და არ იღებ იმას, იგივეა, რაც შენი არ არის და იმას იღებ. ეს ორი ერთი და იგივე მოცემულობაა. როდესაც შენი არ არის და იმას ასაღებ შენად, იღებ შენად და გონია რომ ეს შენია, იგივე კანონია ეს. კარმაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ეს ხო არ ნიშნავს რაღაც წყევლას და რაღაცებს. კარმის კანონი არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოქმედება ჩვენ ცხოვრებაში.
როდესაც ადამიანი ფიქრობს რაღაცაზე, რომ მისია და ამ დროს არ არის მისი, ეს კი ჩაეფლო იმ კომპლექსუალურ სამყაროში და გონია რომ რაღაც აღმოაჩინე თითქოს მომენტში რაღაც შენია, მაგრამ ამ სობაში ეს საპირისპიროთ ხარეს არის სინამდვილეში. მეორეს მხრივ იგივე არის, იგივე კარმის კანონი ირთვება, როდესაც შენთვის ავთენტურ, შენთვის სასარგებლო რაღაცას არ იღებ. გონია რომ რახან ეს არ გეცნობა, ესე იგი შენი არ არის. სადამდე მივდივართ ახლა, საჭირო არის გამოსახულებითი სამყაროს, რასაც ხედავთ იმის შესწავლა. სხვადასხვა შორის კიდევ ერთხელ გირჩევთ ჩემ წიგნს წაიკითხეთ საქართველოში ქართულ ენაზე შექმნილი ეგეთი სახელმძღვანელო მეორე არ არსებობს, რომელიც საკმაოდ საკარგად და სასარგებლოდ თქვენთვის გადმოგცემთ არაცნობიერის სტრუქტურას, მის არქიტექტურას და სიზმრებს, აუცილებელია სიზმრის ენის შესწავლა, იმისთვის რომ ჩვენ ღვიძარე ცხოვრებაში სწორი მიზნებით დავისახოთ, სწორი სურვილებით ჩავდგოთ, ის რაც ნამდვილად ჩვენია. და მაგალითისთვის ვიტყვი, რომ არსებობს ესეთი ცნობილი ნათქვამი, რომ როდესაც კბილი, რაღაც გაფუჭებული კბილი ან რაღაც ამოღებული კბილი, ან კბილები როდესაც ეს იზმრება ცუდ კონტექსტში ადამიანს, ხო? ეს ნიშნავს, რომ ვიღაც გარდაეცვლება ან გარდაეცვალა და ასე შემდეგ. სინამდვილეში შეიძლება სულ სხვა მიზეზით გვაჩვენოს ჩვენი ინტუიციამ, ჩვენმა არაცნობიერმა ეს კბილების გამოსახულება. თუმცა განსხვავებულ კონტექსტში. მაგალითად შესაძლებელია, რომ თქვა საყვარელი ადამიანი ღალატობს ადამიანს და ამ შემთხვევაში აჩვენებს, მეგობარი ღალატობს. რაღაც საქმეში, რაღაც ბიზნესში, რაღაცან შეიძლება სულ სხვა კონტექსტში დაასიზმროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ ჩვენი არაცნობიერი ზენა. საერთოდ ლოგიკა ინდივიდუალურია, ყველა სუბიექტის ლოგიკა ინდივიდუალურია, ამიტომ არაცნობიერი როგორ კონტექსტში გვაჩვენებს, ხოლმე ეს ინდივიდუალური ლოგიკით გადაწყდება, მაგრამ გამოსახულებების ნამდვილი ახსნა განმარტება უნდა ვიცოდეთ ჩვენ სწორად, იმისთვის რომ მივხვდეთ ჩვენი ინტუიციის ლოგიკას. აი მაგალითად აუზი რომ ავიღოთ, ესეთი გამოსახულება აუზი. აუზი შესაძლებელია სულ სხვადასხვანაირი მნიშვნელობით გვაჩვენოს. არაცნობიერმა შეიძლება გვაჩვენოს როგორც საწყოლი, ლოგინი, სადაც უნდა ჩააწოლეს ადამიანი, ხო, ჩაეფლოს რაღაც. შეიძლება ამ კონტექსტში გვაჩვენოს. შეიძლება რაღაც ეროტიული მნიშვნელობით გვაჩვენოს. ან შესაძლებელია სულ სხვა მნიშვნელობით გვაჩვენოს. წყალი არის დინამიკა, წყალი არის განვითარება. ამიტომ როდესაც აუზის და წყლის ეშინია ადამიანს, ეს იგი განვითარების და მისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი თვისების მიუღებლობაში შეიძლება გამოიხატოს წყლის ჩვენება. გამოსახულება, მომიცით რა არის, ენერგია, ჩვენი შინაგანი, ჩვენი გონება გამოსახულებებში ფუთავს ენერგიას. ამიტომ სხვადასხვა ტიპის გამოსახულებებში შეიძლება სხვადასხვა ენერგია იყოს ჩასმული სხვადასხვა მნიშვნელობით, მაგრამ ეს ჩვენი არაცნობიერისთვის არის ერთ კონტექსტში არსებული მოცემულობა. მაგალითად მოვიყვან კიდევ ერთს, რომ თუ კი ჩვენი ცნობიერი განასხვავებს ერთმანეთისგან, მაგალითად ხელის ფუნქციას, ფეხის ფუნქციას, გულის ფუნქციას და ღვიძლის ფუნქციას, ან როდესაც ჩვენ წარმოვისახავთ გულს, ნიშნავს, რომ გულზე დავფიქრდით ჩვენ ცნობიერად. მაგრამ ინტუიცია ამას შეიძლება სულ სხვა მნიშვნელობით გვაჩვენებდეს, უცებ თუ კი არაცნობიერ თვითსაბოტაჟში ვარ აგვერიოს. ამიტომ არის საჭირო რომ ვიცოდეთ განსხვავება, იმიტომ რომ არაცნობიერისთვის ერთი და იგივე მოცემულობა არის ყველა კიდური და ყველა ორგანო. არაცნობიერისთვის ერთი და იგივე მოცემულობა არის. ფუნქციონალურად ვერ განასხვავებს, იმიტომ რომ ერთიანია, ტოტალურია ჩვენი სულ არაცნობიერი და ის ვერ განასხვავებს ხელის და ფეხის ფუნქციას ორგანიზმის საერთო ფუნქციონირებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება თუნდაც იმ ჩვენთვის კარგად გაცნობიერებული რაღაც სხვანაირად ჩვენი ცნობიერი ვერ მართავს, ჩვენი ფსიქიკა ვერ მართავს ნერვულ სისტემას და ორგანიზმს. ხო, ეს განა ცუდზე და კარგზე არ ვსაუბრობთ. ხო? აქ საუბრობთ იმაზე, რომ რამდენად საჭიროა ვიცოდეთ განსხვავება ცნობიერი და არაცნობიერი მხარის ჩვენი შინაგანი სამყაროზე.
ასე რომ გისურვებთ ჯანმრთელობას, სიზუსტეს და კეთილდღეობას. მადლობა ყურადღებისთვის.